საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტი ილია ჭავჭავაძე. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი. წარმოგიდგენთ ფილმების სერიას. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. სწავლის სწავლა, ანუ მეტაკოგნიცია. სწავლის სწავლა, ანუ მეტაკოგნიცია, ძირითადი ცნებაა თანამედროვე სასკოლო განათლების კონცეფციაში. მისი არსი მოსწავლის, როგორც სამყაროს აქტიური შემეცნებლის და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიმღები სუბიექტის ჩამოყალიბებაში მდგომარეობს. ეს მიდგომა კარდინალურად განსხვავდება საბჭოთა სასკოლო განათლების კონცეფციისაგან, რომელიც მოსწავლის აღზრდის პროცესში მხოლოდ კონკრეტული საგნობრივი ცოდნის შეფასებას ეყრდნობოდა. სწავლის შეფასება კი გულისხმობს მოსწავლეში ისეთი ბაზისური, სასიცოცხლო უნარჩვევების განვითარებას, რომელთა საშუალებითაც ის ეფექტურად შეძლებს თავისი ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებას. როდესაც ვამბობთ სწავლის სწავლა, გულისხმობთ იმას, რომ მოსწავლეებს მაქსიმალურად უნდა გავაცნობიერებინოთ, როგორ მიდის მათი სასწავლო პროცესი, რა ხარვეზები აქვთ, როგორ შეძლებენ ამ ხარვეზების გადალახვას და პირიქით მათ უნდა მივცეთ საშუალება, რომ თვითონ მოძებნონ გარკვეული გზები და თქვათ მექანიზმები, როგორ დაძლიონ თავიანთი ხარვეზები. ზოგიერთ შემთხვევაში მასწავლებელი თავაზობს მოსწავლეს, თქვათ, გარკვეულ ხერხს, გარკვეულ სტრატეგიას საიმისოდ, რომ მოსწავლემ შეძლოს და გადალახოს თავისი ხარვეზები, გააუმჯობესოს თავისი აკადემიური მოსწრება. ზოგიერთ შემთხვევაში მასწავლებელი პირდაპირ ეუბნება მოსწავლეს, რომ მოდი შენც ფიქრე ამაზე, როგორ შეიძლება დაძლიო ის პრობლემა, რომელიც შენ გაქვს. სწავლის პროცესის წარმართვა შეიძლება ყველა ტიპის გაკვეთილის დროს, მათ შორის პრეზენტაციის ჩატარების შემდეგაც, როდესაც მოსწავლეები შეაფასებენ როგორც ერთმანეთის, ისე საკუთარ ნამუშევარს. გამარჯობა, მე ვარ სალომე პეტრიაშვილი და მინდა წარმოგიდგენთ ჩემი პრეზენტაცია, რომელიც შეეხება რელიგიურ სიმბოლოებს ლექს სულიკოში. პირველივე სტროფში პოეტი ეძებს დაკარგულ სათრფოს საფლავს და ამ საფლავში მოიაზრება ჩემი აზრით მაცხოვრის საფლავი. ღვთისმაძიებელ პოეტს ეწყება ხილვები. პირველად მას ეკალში ვარდი ეცხადება. ეკალი ასოცირდება იესოს გვირგვინთან, რომელიც მას ეხურა გოლგოთის მთისკენ მიმავალ გზაზე. ხოლო ვარდი ღვთისმშობლის და ეკლესიის საყოველთაოდ გავრცელებული სიმბოლოა. გამარჯობა, მე ვარ გიორგი ხუხნაშვილი და წარმოგიდგენთ თემას მთიდან ყვირალი ხარი. ეს არის ვაჟას ლექსიდან ციტატა. ვაჟამ 4 გენიალურ ხაზზე დაამტკიცა, რომ ლიტერატურის შესაძლებლობები უსაზღვროა. 19 საუკუნის თერგდალეულებმა ხატყვეს ეს ჭეშმარიტება. ილიამ და მისმა თანამოძმეებმა გამოაღვიძეს მიძინებული ერი და იგი სწორ გზაზე დააყენეს. ამ გამარჯვებაში ლუკა რაზიკაშვილს ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის. ასეთი გაკვეთილი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. საკუთრივ პრეზენტაცია, შეკითხვები, კომენტარები, შეფასება კრიტერიუმების მიხედვით და სამომავლო პრიორიტეტები. აი ამ სიმბოლოების არჩევისას რას დაეკრდება? ვარდი და ეკალზე როგორც ვთქვი, ვარდი მანამდე შეხვედრია, მანამდე კი არა და შემდეგ შეხვედრია სხვა ლექსებშიც და გარჩეული ქონა მანამდეც, რომ ვარდი იყო ღვთისმშობლის სიმბოლო და ეკლესიური სიმბოლო. მე მაქვს ერთი კითხვა. როგორ ფიქრობ, ვთქვათ, რახან მხოლოდ სულიკოზე გაქვს პრეზენტაცია, რატო დაარქვა აკაკიმ ეს სახელი ლექს? შეიძლება სულიერი ვთქვათ და დამატაკო, არ ვიცი, ეგრევე ვფიქრობ. ანუ ალბათ რაღაც სულიერი უნდა და გადმოეცა და პირდაპირ სულს ვარ და სულიკო. შეიძლება შენი პრეზენტაციის სათაური დააკავშირო. როგორც დასკვნის ნაწილში ვთქვი, მის ლექსში, რომელსაც აკაკის მისწერა, იგი ამბობს, ნუ შეგაშინებს, არ გავნებს თიდან ყვირილი ხარისა. და მე ვთვლი, რომ ეს თემა ძალიან კარგად ხაზს უსმებს თიდან ყვირილი ხარის, ანუ ვაჟას ნაფიქრავს. ისმენ? თავიდან კონტაქტის მენელთან ყოჩახსოვამე, ასევე თეზის ნათლად ჩანდა და კითხვებსაც საკმაოდ თამამეტყას და პასუხი ბოლოში. ძალიან კონკრეტული იყო არა მისი არგუმენტაცია. კონკრეტული იყო, მაგრამ ცოტა უკეთესი იქნებოდა, რომ თქვათ გაევრცო უფრო და უფრო კონკრეტული ქვემაგალითებით რომ გაემდიდრებინა, იმიტომ რომ ეს არგუმენტსაც გააძლიერებდა და რაღაც სალაპარაკოც მეტი იქნებოდა. შემდეგი კომენტარი. ამ კონტექსტში იშვიათად განიხილავენ სულიკოს და ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი
კარგი და პოზიტიური მხარე არის ამ ჯერ დადებითი კომენტარები, შემდეგ უარყოფითი კომენტარები გისმენ? არგუმენტები იყო ძალიან ძლიერი, საპრეზენტაციო ეს რაღაც ეტიკეტით დაცული იყო და რაც საინტერესოდ იყო მოწოდებული, თქვათ, არ იყო დაყრდნობილი მხოლოდ რაღაც ერთ სისტემას, არამედ აქ დაფასაც მიმართა და სხვა საშუალებებსაც, რომ არგუმენტაცია გაემყარებინა და ესაა კაი. ძალიან დამაინტრიგებელი იყო შესავალი ნაწილი, სათაურიდანაც უკვე რაღაც კითხვები გაგვიჩნდა მე მგონი. და დამაინტერესებელი იყო ასევე მომენტი რომ მისი ხმის ტემბრი ასე ვთქვათ საკმაოდ კარგად მანიპულირებდა საკმაოდ შემაჯამებელი იყო დასკვნითი ნაწილიც და თემა ძალიან ორიგინალური იყო ასე ვთქვათ უარყოფით ხარებს რაც შეეხება არის ის რომ აი არგუმენტაცია უნდა გაევრცელოთ და მე მგონი ესაა ერთ-ერთი მთავარი და სხვა არ გქონდა რაღაც ეს პარაზიტის შორისდებულები. მე ვფიქრობ რომ პარაზიტის შორისდებულები და ასეთი შორისდებული, მაგრამ ამას იმდენად არ შეუწუხები, მაგრამ რამდენადაც შემაწუხა რამდენიმე გაუმართავმა წინადადებამ. ერთ-ერთი მათგანი აღნიშნე კიდეც აქ ჩავიწერე, როგორიც არის ერთ-ერთი აკაკი წერეთლის ლექსში, ანუ გამოვიდა რომ ერთ-ერთი აკაკი წერეთლის, არა აკაკი წერეთლის ერთ-ერთ ლექსში და ამავე დროს კიდე რაღაც რიცხვში შეუთანხმებლობა იყო, სამწუხაროდ ვერ მოვასწარი იმის ჩაწერა. ვფიქრობ გაუმართავი წინადადებებიც ქონდა სამომავლო პრეზენტაციაში. ყველაზე ისეთი ჩემთვის თვალში საცემი იყო ეს ბალანსი სამსჯელობის ნაწილებს შორის და რამდენად გადასვლა რამდენად ხდებოდა არგუმენტიდან არგუმენტზე, შესავალიდან არგუმენტზე და არგუმენტიდან დასკვნაზე. ჩემი აზრით ერთადერთი სუსტა იყო ეგ თვალით კონტაქტი. ეს ნერვიული კონტაქტი. და შეგვიძლია არ მიზეზებზე არ გვინდა მსჯელობა, მთავარია რა შედეგი მოხდეს. პრეზენტაციის დროს ხშირად ვიყენებთ ხოლმე ესეთ ხერხს. ვაძლევთ მოსწავლეებს, ვთქვათ, ფურცელს, სადაც დაბეჭდილია რამდენიმე კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ვაფასებთ ჩვენ მასწავლებელი და მოსწავლეები, რა თქმა უნდა, შეთანხმების საფუძველზე, ვთქვათ, იმ პრეზენტაციას, რომელსაც წარმოადგენს მოსწავლე. ამას პირობითად ესე ქვია კრიტერიუმები პრეზენტაციის შეფასებისთვის. თავდაპირველად ვაფასებთ პრეზენტაციის შინაარსობრივ მხარეს. ამოვიკითხავთ, ვთქვათ, რამდენიმე პუნქტს, რომლის მიხედვითაც სასურველია, რომ შეფასდეს მოსწავლის პრეზენტაცია, როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების მიერ. რამდენად გამოკვეთილად იყო ჩამოყალიბებული თეზისი. რამდენად ნათლად და მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული არგუმენტები. რამდენად გამყარებული იყო მსჯელობა კონკრეტული მაგალითებითა და ფაქტებით. რამდენად საინტერესო და ორიგინალური იყო საპრეზენტაციო თემა. რამდენად დაგვიტოვა პრეზენტაციამ ამ საკითხზე სამომავლოდ ფიქრის სურვილი. კარგით, მაშინ შევაფასოთ კრიტერიუმების მიხედვით და მივცეთ სალომეს საშუალება, რომ შემდეგ დაამუშავოს ჩვენს მიერ მიცემული გამოხმაურება და თვითონაც ვითხრას რა იქნება სამომავლოდ მისი პრიორიტეტები. მას შემდეგ რაც მოსწავლეები შეაფასებენ პრეზენტაციის შინაარსობრივ მხარეს, ისინი გადადიან ეგრეთ წოდებულ პრეზენტაბელურობაზე, ანუ როგორ წარმოადგინა მოსწავლემ თავისი თემა აუდიტორიის წინაშე. და აქაც რამდენიმე კრიტერიუმი გვაქვს ხოლმე გამოყოფილი. რამდენად მოიპოვა პრეზენტატორმა აუდიტორიის ყურადღება. რამდენად ჰქონდა პრეზენტატორს თვალით კონტაქტი აუდიტორიასთან. რამდენად ძლია პრეზენტატორმა ნერვიულობის ზოგად ფონს. რამდენად ძლია პრეზენტატორმა პარაზიტის შორისდებულების გამოყენების სენს, როგორებიცაა ისა, მასწ, ისა რა ქვია და ასე შემდეგ, რაც ძალიან ხშირია, ვთქვათ. რამდენად იყო პრეზენტატორი მომზადებული ზეპირი მეტყველებისათვის, მიეჯაჭვა თუ არა იგი ბარათებს, ფურცლებს, მასალას. ეს არის ის ძირითადი კრიტერიუმი, რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი რომ ყველა ეს კრიტერიუმი იყოს გამოყენებული და რა თქმა უნდა შესაძლებელია ამ კრიტერიუმების გამდიდრება უსაზღვროდ და უსაზღვროდ. გვაქვს ხოლმე ესეთი რაღაცაც რომ ჩამოვწერთ ხოლმე პლუსები და მინუსები, რომ სიტყვიერი კომენტარის სახით ჩამოუწერეთ თქვენს მოსწავლეებს, ვთქვათ, ის კომენტარები, ის ხარვეზები, აღუნიშნეთ თქვენს თანაკლასელს ის ხარვეზები, რაც კითხვარმა, მოცემულმა კითხვარმა ვერ დაფარა. იმიტომ რომ ყოველთვის უფრო კარგად მუშაობს, როდესაც გარკვეულ სიტყვიერ კომენტარს აძლევენ ხოლმე მოსწავლეები თავიანთ თანაკლასელს. მე შევკრავ თქვენს გამოხმაურებას სალომეს პრეზენტაციასთან დაკავშირებით და ვთხოვ სალომეს, რომ გავბრძანეთ ბიბლიოთეკაში, დაამუშაოს ეს და სადღაც 10 წუთში შემობრძანდით და გითხარით რა იქნება თქვენი სამომავლო პრიორიტეტები
რისი გამოსწორება შეძელით წინა პრეზენტაციასთან შედარებით, რას დასახავით სამომავლოდ პრიორიტეტებად, რას გაართვით თავი, რას ვერ გაართვით, რაზე უნდა იმუშაოთ მეტი და ამავე დროს რამდენად ობიექტური იყო ჩვენი შეფასებაც. კარგი, მე მგონი დროა რომ შევაფასოთ, მე მივცეთ გიორგის, გავიდეს ბიბლიოთეკაში დაამუშაოს და შემდეგ გითხრას რა იქნება სამომავლოდ მისი პრიორიტეტები. ნუ მე წავიკითხე ყოველს კომენტარები და შეფასებები და ვთვლი რომ ნუ თითქმის ყოველს ერთნაირი შეფასება და დადებითიც და უარყოფითიც ერთნაირები გქონდათ. ეწერა რომ გამოკვეთილი მქონდა უკაფიოდ თეზისი და არგუმენტები, თუმცა არგუმენტებს სჭირდებოდა გავრცობა. რაც ნუ მთავარ მინუსად მიმაჩნია და დასკვნის პრობლემაც იყო. და ნერვიულობაც პრობლემა იყო, მაგრამ ნუ ხა ნერვიულობა რა მოხდა. და ნუ შემდეგისთვის გავითვალისწინებ ამ კომენტარებს და ვეცდები რომ არგუმენტებიც უფრო გავავრცო და ნუ დასკვნასაც ყველა მოხდა ნერვიულობას ახლა თავად. თუმცა ნერვიულობაც ის არის, რასაც უნდა მიხედოთ. ხო. თუმცა ის არის, რასაც უნდა რაღაცა გაუწიოთ წინააღმდეგობა. ანუ ყველანი ნერვიულობთ, მაგრამ უნდა ვისწავლოთ ამ ნერვიულობის დაძლევა რა. და წინა პრეზენტაციასთან შედარებით ამ პრეზენტაციაში უფრო ორიგინალური თემა მქონდა და ეგ ერთ-ერთი ის რა ქვია. კომენტარებს რო გადავხედებთ, ერთად თავი ის იყო, რომ გამეპარე ეს ხარვეზები წინადადებებში, ასევე ნერვიულობდი, ასევე გამოკვეთილი უნდა ყოფილიყო თეზისი, თუმცა ამასთან პრობლემა მქონდა, იმიტომ რომ ცოტა მოკლედ შევამაყალიბე თეზისი, თვითონ ერთ წინადადებაში, პატარა წინადადება იყო და ალბათ მაგიტო იყო ესეთი ბუნდოვანი. ასევე ერთ-ერთი თავი იყო თვალის კონტაქტი, იმიტომ რომ მართლაც არ მქონდა თემა კარგად ნასწავლი და ვიძულებული ვიყავი, რომ რაღაც მომენტებში ჩამეხედა. ძირითადად ვიყურებოდი, მაგრამ მაინც. და იმიტომ რომ იცოდით, რომ კარგად ნასწავლი არ ქონდათ, ამიტომ მიეჯაჭვეთ მასალას. თუმცა როცა კითხვებს პასუხობდით და როცა მასალას არ იყავით მიჯაჭვული, აბსოლუტურად თავისუფლად ვსაუბრობთ. პრიორიტეტები რა იქნება შემდეგი წლისთვის, შემდეგი პრეზენტაციისთვის უბრალოდ. თავარი ჩემთვის პრიორიტეტი იქნება, რომ კარგად დავმუშაო თემა. ანუ კარგად ვიცოდე თვითონ წინადადებების სტრუქტურა როგორ გვაქვს ჩამოყალიბებული. კიდე თვალით კონტაქტი. ასევე წინადადებებს უნდა მივაქციო ყურადღება, ანუ როგორ დავალაგებ და ალბათ ნერვიულობა მაინც დასაძლევი იქნება ცოტა. და როგორ ფიქრობ, წინა პრეზენტაციასთან შედარებით, თქვათ, რაიმე წინსვლა გქონდათ? უფრო მოახერხე აუდიტორიის ჩაბმა ჩემს თემაში, ანუ უფრო დავაინტერესე და შევინარჩუნე. და როგორ ფიქრობ, რის საფუძველზე მოხდა ეს? რა მოახერხე? ერთ-ერთი ეს დაფა და მეორე ალბათ უკეთესი თვალით კონტაქტი მქონდა, ვიდრე წინა თემასთან შედარებით. ანუ თვალით კონტაქტის გაუმჯობესება მაინც წინა პრეზენტაციასთან შედარებით მოხდა. კარგი, მადლობა. დავიშალეთ რჩება მარტო საბა. სწავლის, ანუ მეტაკოგნიციის კიდევ ერთ ხერხს წარმოადგენს პორტფოლიოს შექმნა. პორტფოლიოს დანიშნულება შემდეგია: მოსწავლის მიერ საკუთარი სწავლის პროცესის გაცნობიერება, საკუთარი შეცდომებისა და წარმატებების გათვალისწინებით სწავლა და თვითშეფასების უნარის გამომუშავება. პორტფოლიო წლის ბოლოს ვავალებთ პორტფოლიოს შედგენას. ეს არის ანთოლოგია მათი ნამუშევრების 15 ნამუშევარი უნდა შეარჩიონ საკუთარი პრინციპით, საკუთარი მოსაზრებით და შემდეგ უნდა დაალაგონ გარკვეული პრინციპით. აი პრინციპებს თვითონ იგონებენ. ანუ მათ უნდა წარმოგვიდგინონ რა პროგრესი განიცადეს. გვეხმარება რომ უფრო კარგად გავიგოთ და შევაფასოთ ჩვენი უარყოფითი და დადებითი მხარეები, ანუ რა გვაქვს ნაკლი, რა გვაქვს გასაუმჯობესებელი, რაზე არის მეტი უფრო სამუშაო და ყურადღება გასამახვილებელი, რა უკეთესობა, რაში არის პროგრესი და რა შევიძინეთ ამ წლის მანძილზე. ანუ რაც გავაკეთე მთელი წლის ნამუშევრის გაანალიზებაა და ყველა დეტალებში, ასე ვთქვათ, ყველაფრის ხაზის გასმა და თუ რამე ვერ შევამჩნიეთ მუშაობის დროს აი მაგალითად ბევრი გრამატიკული შეცდომები მაქვს ამ პორტფოლიოში შეჯამებაში ბოლოს კარგად ჩანს ყველაფერი რა არ მივარგოდა და რაზე მაქვს სამუშაო და რაზე ყურადღება გასამახვილებელი. პორტფოლიო 3 ნაწილისაგან შედგება. ესენია შესავალი, ანუ წინასიტყვაობა, ანთოლოგია, ანუ მოსწავლის მიერ წლის განმავლობაში შესრულებული მინიმუმ 15 ნამუშევარი და ამ გაწეული სამუშაოების თვითშეფასება.
მეტად მნიშვნელოვანია, რომ შესავალი იწერება მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკვე შეკრებილია პორტფოლიოს მთელი მასალა. შესავალი არის ის, სადაც ადამიანი მოსწავლე თვითონ სწავლობს საკუთარი მასწავლისგან და ამასზე გვიყვება. ეს არის მეტაკოგნიტური პროცესი. რაც ძალიან მნიშვნელოვანი. შესავალი არის ორგვარი ნახევარი დაახლოებით, სადაც ის აფასებს კურსს, მასწავლებლის როლს ამ კურსის განმავლობაში, საკუთარ როლს, სუსტ და ძლიერ მხარეებს, როგორც თავის მოსწავლეს, ასევე მასწავლებლის ან კურსისა, აკეთებს რეალურ კრიტიკას და ხსნის რა პრინციპით დაალაგა ეს ნამუშევრები და რა ტიპის კომენტარები გააკეთა. მსჯელობს ზოგადად. პორტფოლიოს მეორე და ძირითადი ნაწილი, ანთოლოგია, არის მოსწავლის მიერ წლის განმავლობაში შესრულებული მინიმუმ 15 ნამუშევრისგან შედგენილი კრებული. მასში შეიძლება შედიოდეს ნებისმიერი წერილობითი მასალა. იქნება ეს საშინაო დავალებები, თხზულებები თუ უბრალოდ პატარა შენიშვნები. ისეთები, რომელთაც მოსწავლის აზრით რაიმე ეტაპობრივი როლი შეასრულეს სწავლის, ან ნასწავლი მასალის გაცნობიერების პროცესში. ყოველ ნამუშევარს მოსწავლე ურთავს თავის მოკლე კომენტარს. 15 ნამუშევარი ვაგდება ქრონოლოგიური ან ნებისმიერი სხვა პრინციპით და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყვითელ წებია ქაღალდზე გაკეთებული კომენტარი. როდესაც ბავშვი ზუსტად ახსნის რა შეიძინა აი კონკრეტულად ამ ნამუშევრისგან. პორტფოლიოს მესამე ნაწილია თვითშეფასება. ამ ერთგვერდიან ნააზრებში მოსწავლემ უნდა შეაფასოს საკუთარი ნამუშევარი, ანუ დაუწეროს თავის თავს ნიშანი. ისეთი, როგორცაც ის თავისი აზრით იმსახურებს წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოებისთვის. მოსწავლემ უნდა დაასაბუთოს თუ რა არის ის პლუსები და მინუსები, რომელთა გამოც მან სწორედ ეს ნიშანი გამოიმუშავა წლის განმავლობაში. კარგი იქნება თუ მასწავლებლები მოსწავლის ცოდნის წლიური შეფასებისას მხედველობაში მიიღებენ პორტფოლიოს ამ ნიშანსაც. სხვათა შორის თავიდან მოსწავლეებს ძალიან უჭირთ და უყვირთ. იმიტომ რომ როგორ შეიძლება მე შევაფასო საკუთარი თავი. უფრო მეტად რომ შევაფასო, ან უფრო ნაკლებად რომ შევაფასო, არის ესეთი კითხვები. მაგრამ მასწავლებელი ჩვენ ვეუბნებით რომ არა, გააკეთე ისე როგორც მიგაჩნია საჭიროდ. 99% პორტფოლიოს დასრულების შემდეგ გასაუბრებაზე გამოდის საკუთარ პორტფოლიოს იცავს და ამბობს რომ აი სწორედ ამითი ამ პორტფოლიოს შედგენისას მან ისწავლა ყველაზე მეტი. მან ისწავლა რა სუსტი მხარეები ჰქონდა და თურმე რა გაუკეთებია. და ეს პორტფოლიო ხდება მისთვის ძალიან ძვირფასი. პორტფოლიო არ მოიცავს მარტო ერთ წელს. ჯერ მე-9 კლასში ვიყავით, პირველი პორტფოლიო მაშინ გავაკეთეთ. ეს იყო ყველაზე სხვებთან შედარებით ყველაზე ცუდი პორტფოლიო იყო, მაგრამ თანდათან აი იმ პორტფოლიოთი ხო ვისწავლეთ უფრო კარგის გაკეთება, ის მარტო არა მარტო კაი თემები გვედო შეგნით, არამედ ცუდიც, აი იმ ცუდში ის კრიტიკა და ის შეცდომები უკვე შემდგომში გამოსწორებული იყო და ეს 3 წლის განმავლობაში პორტფოლიოები რაც გაკეთდა, ეხლა მე-4 წელს აჯამებ 4 წლის კურსს და იმ ყველაფერი იმას განიხილავ, რაც გავიარეთ და იხსენებ იმ შეცდომებს, იმ წინსვლას და ყველაფერს აანალიზებ. ანუ 4-ვეს ერთად აჯამებ რა. 4 წლის პორტფოლიოს. სწავლის ანუ მეტაკოგნიციის კიდევ ერთი საშუალებაა სინოფსისის შექმნა. სინოფსისი არის მოკლე, კონკრეტული და ლაკონური თხრობა იმის შესახებ, თუ როგორ ესახებათ, როგორ და რა თანმიმდევრობით შეასრულებენ მოსწავლეები ამა თუ იმ წერით ან პრაქტიკულ დავალებას. როდესაც ვაძლევ ამ სინოფსისის ფორმატს, ვაძლევ სულ რამდენიმე კითხვას. მე შევეცდები რომ ჩამოვთვალო ეს კითხვები. ეს არის რა არის ჩემი მიზანი და ვთხოვ მოსწავლეს რომ 3-4 წინადადები ჩამომიყალიბოს. რა არის მიზანი, რისთვისაც იგი დაწერს ამა თუ იმ ნაწერს. ერთ-ერთი კითხვა არის სინოფსისის შედგენისას, რომ რა მასალას გამოიყენებ მიზნის მისაღწევად. ეს არის ძალიან დამხმარე ასპექტი, იმიტომ რომ წინასწარ განსაზღვრა რის გამოყენებას აპირებ და უკვე ამაზე ხარ ფოკუსირებული და არ იწყებ რაღაც თავიდან ამის კეთებას და არ ფურცლავ თავიდან და ეს რაღაც ერთი დიდ პრობლემას იხსნით. მესამე კითხვა მაქვს ხოლმე ესეთი, რას დავამტკიცებ მე ამ მასალის მიმოხილვით და აქ ვთხოვ მოსწავლეს რომ ჩამოაყალიბოს
ძირითადი არსი, იდეა, თეზისი თავისი ნაშრომის. მაქვს ესეთი კითხვა, როგორი იქნება ჩემი ნაწერის ფორმატი და აქ როგორც წესი მოგთხოვ, რომ ახსოვდეთ და მიუთითონ, რომ ეს იქნება აკადემიური ნაწერი, ეგრეთ წოდებული 5 პარაგრაფიანი ესეს ფორმატი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სინოფსისში არის მე-5 და მე-6 კითხვა რიგით, ეს არის რა ტიპის პრობლემები შეიძლება შემექმნას მუშაობისას. აი ეს არის ის მომენტი, როდესაც მოსწავლე აცნობიერებს რა არის მისი აქილევსის ქუსლი, რა არის ვთქვათ ის ხარვეზები, ის სისუსტეები, რაც მას როგორც წესი ახასიათებს. და ვთქვათ ასე დროს წერენ ხოლმე რომ ვთქვათ ჩემი პრობლემა აუცილებლად იქნება ტავტოლოგია, იმიტომ რომ როგორც წესი ვთქვათ წერისას ტავტოლოგიას ვერ ვჩდები. ან შეიძლება დაწერონ რომ ჩემი ვთქვათ პრობლემა აუცილებლად იქნება ვთქვათ პუნქტუაცია, იმიტომ რომ ვერ ვიმახსოვრებ ამდენ წესს და ბუნებრივია რომ სადღაც მძიმე გამომეპარება ან ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სწორედ აქ აცნობიერებს ის რა არის მისი სუსტი წერტილი და ამის შემდეგ უკვე როცა თემას წერს, არის ყურადღება აქვს ამაზე გამახვილებული, რახან ეს არის ჩემი სუსტი წერტილი, ესე იგი მე ამას უნდა მივაქციო ყურადღება, რომ როგორმე წერის დროს ეს გამოვასწორო. და მე-6 კითხვა არის ესეთი, როგორ მესახება მათი დაძლევა. სწორედ აქ ვაძლევ ხოლმე ჩემს მოსწავლეებს თავისუფლებას, რომ თვითონ იფიქრონ, რა მექანიზმები შეიძლება შეიმუშაონ საიმისოდ, რომ ვთქვათ ეს ხარვეზები, რომლებსაც წინა კითხვაში მისახელებენ, თავადვე დაძლიონ. მაგალითად, მაქვს ხოლმე ესეთი პასუხები, ახაც აქ მიდევ სინოფსისი, სადაც სწორედ ესეთი პასუხია, რომ როცა ესეთი პასუხია, რომ მე რა თქმა უნდა მექნება ტავტოლოგია და იმისაც რომ მოხსნა ტავტოლოგია, ჯერ მე გავივლი მთელ ნაწერს, მომნიშნავ იმ სიტყვებს, რომლებსაც ძალიან ხშირად ვიმეორებ, შემდეგ წავალ სინონიმთა ლექსიკონს მოვძებნი და სინონიმთა ლექსიკონში ვნახავ სინონიმებს და შესაბამისად შევანაცვლებ. გონებრივი იერიში, რომელსაც ჩვენ გავივლით ამ სინოფსის წერისას, გვეხმარება იმაში, გავიაზროთ რა იქნება ჩვენი თეზისი, რა იქნება პრობლემები და როგორ გვესახება მათი დაძლევა. გარდა ამისა, კლასელების, თანაკლასელების და მასწავლებლებიც გვეხმარებიან ამაში. და გარკვეულწილად ყველაზე ძნელი ეტაპი, ანუ თეზისის არჩევა, უკვე მარტივი ჩანს. ასევე ჩამოყალიბდებით იმაში, თუ რას დავამტკიცებთ ამ აკადემიურ ნაშრომში და რა მიზანს მივაღწევთ ამას და უკვე ზოგადად, როცა პრობლემასთან ხარ, როდესაც იცი რა პრობლემა შეგექმნება, უკვე გარკვეულწილად მარტივია მისი დაძლევა. აი, ასეთი სინოფსისის წინასწარ დაწერით მოსწავლეები სწავლობენ სწავლას, ასე ვთქვათ, სწავლობენ თუ როგორ უნდა იმეცადინონ, თუ როგორ უნდა გააუმჯობესონ თავიანთი აკადემიური მოსწრება და როგორ უნდა გადალახონ ის პრობლემები, რაც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეექმნას სასწავლო პროცესში. ამბობენ, რომ როდესაც მეტაკოგნიციაზე მუშაობით, როდესაც სწავლაზე მუშაობით მიიღწევა გარკვეული შედეგი, ეს შედეგი არის ძალიან მყარი და მთელი ცხოვრების მანძილზე მოსწავლის ის უნარჩვევა რჩება, აღარ ავიწყდება მას ეს, რადგანაც ის რაც მიღწეულია საკითხის გაცნობიერების გზით და არა ვთქვათ მხოლოდ დაზეპირების გზით, ან უბრალოდ 5 წუთიანი მეხსიერების ჩართვის გზით. სწავლის, ანუ მეტაკოგნიციის ფენომენზე მუშაობა განათლების ფსიქოლოგიის მნიშვნელოვან ამოცანად რჩება. ეს ნოვატორული მეთოდი მოსწავლეს უვითარებს გარემოსთან აქტიური და ადეკვატური ურთიერთობის, პრობლემის ხედვის, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარებს, უყალიბებს მაღალ თვითცნობიერებასა და ღირებულებათა მდგრად სისტემას, რათა მას შეეძლოს თავისუფალი არჩევანის გაკეთება.